ესეც ასე დილა ჰამბურგში გაქენდა. Ჩამოვედით, მე და ბატონი გერისო და მართალია ცოტა მჟავე სახეები გვაქვს. მაგრამ ეგ არაფერი, თავარია, კარგი ამინდი დაგვდა ჰამბურგში და იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი დღე კარგად წარიმართება. ნახოთ. აი მივემართებით უკვე მე და გერისო ბატონი. ჩვენი მასპინძელი არ დაგვდა თვითონ და ესე ტაქსით ვთხოვა რომ ვსულიყავით. გავით ჰამბურგში კარგი ამინდია. ჩვენი დაღლილობა მართალია არცად წასულა, მაგრამ აი ერთმანეთთან ლაპარაკში ვცდილობთ რომ ცოტა დრო გავიყვანოთ სანამ მივალთ. არ ვიცი ზუსტად სად მივიდივართ. როგორც მითხრეს დარბაზში უშუალოდ საკრებო დარბაზში სავარჯიშო დარბაზში მივალთ და დანარჩენს ვნახოთ ერთად მოკლედ როგორ გაგრძელდება ჩვენი დღე. Papa nachts halb eins, ob du ein Mädel hast oder ob keins, amüsierst du dich, denn das findet sich auf der Reeperbahn nachts halb eins. Wer noch niemals in lauschiger Nacht einen Reeperbahn-Bummel gemacht, ist ein armer Wicht, denn der kennt dich nicht. Ein St. Pauli, St. Pauli Desde gimnasio 15 minutos. Pendiente el Kehr ich heim im nächsten Jahr, braun gebrannt wie so ein Hottentot. Hast du deine blonden Haare, schwarz gefärbt, vielleicht auch rot. მაშასე მეგობრებო, აი ესეთ დარბაზში მოვედით ტაქსით მე და გერისო. არის ჩვეულებრივი სავარჯიშო დარბაზი. თავისი ყველაფრით, თავისი სიტუაციით რაც უხდება სავარჯიშო დარბაზს და უნდა ითქვას რომ როგორც გითხრეს, აწონებიც აქ იქნება ახლა 2 საათზე და შემდეგ უკვე ბრძოლებით სწორედ აი აქ შედგება. გერისო უკვე სელფებს იღებს და ბრძოლებიც უკვე აი ამ რინგზე შედგება ხვალ. ჩვენ ახლა გვაქვს დრო, სასტუმროში ჯერ ვერ შევდივართ, იმიტომ რომ ადრეანად ვართ ჩამოსულები. შესაბამისად, ცოტას აი აქვე მასპინძლები გულთბილად დაგვხდნენ და შეგვიძლია რომ მოვისვენოთ და დავისვენოთ როგორც გითხრეს. მერე ცოტა ვისეირნოთ კიდეც. ორ შემთხვევაში 1 საათნახევარი დრო გვაქვს სანამ წონას ჩავაბარებთ. მართალია ბევრი არა გვაქვს საწვალებელი წონაზე და საფიქრელი, რადგან მე ძიმე წონაში ასპარეზობს ბატონი გერო, მაგრამ ორ შემთხვევაში ლოდინი გვიწევს. შემდეგ უკვე მთელი დღე გვიქნება დასასვენებლად და ველით აი ამ მომენტს. ყველა მიცის რომ კრივში ძიმე წონაში ბრძოლა არის ურთულესი და უძნელესი და უძლიერესი დარტყმების ატანა უწევს მოკრივეს, თუმცა ამავდროულად ძიმე წონაში ასპარეზობას აქვს ერთი ძალიან დიდი პლუსი. რაც იმაში გამოიხატება, რომ შიმშილი და წონის კონტროლი არ გიწევს. შესაბამისად, მე და გერისო სანამ აწონვები დაიწყებოდა, გამოვედით ჰამბურგის გაზაფხულის მზიან და ნათელ ქუჩებში და პირდაპირ ვთქვათ, დავამრგვარეთ წონა. რამოდენიმე კილოთი მეც ჩააბარებს ახლა გერისო, როცა დაიწყება აწონების ცერემონია. იმიტომ რომ ხშიროდა და კარგი გემრიელი სადილი მივირთვით. სასიამოვნო ამინდია, ნამდვილად ცეირნობა საინტერესოა და მივდივართ ახლა ისევ დარბაზში. No camera flash, just chalk lines of muscle. 10,000 reps while you chase the weekend. Call my name in silence, sharp and gleaming. Fingertips split, laces frayed to thread. While you posted poses, I bled on the ledge. No shortcuts cut, no handouts took. Every callous earned like a sacred book. You talk about fame like it's free to claim, but legacy's forged in the furnace of pain. 1% left, 99 grit. Zero shortcut touch, all the hours I've spent. 10,000 scars, not a single regret. My name's not given. It's burned in the air.
why you roll dice. მოკლედ მეგობრებო, დღეს ბრძოლის დღეა და მე და გერისო ვისვენებთ ძირითადად. მგონი ძალები კარგად აღვიდგინეთ, კარგად გვეძინა. გუშინ წონა ჩავაბარეთ, როგორც წესია, face to face ცერემონიალი შედგა. ჩავხედეთ მეტოქეს თვალებში. უნდა ითქვას, რომ ჩვენი მეტოქი არის წარმოშობით ალბანელი მოკრივე, რომელსაც სამოყვარულო კრივში აქვს გამოცდილება, თუმცა პროფესიონალურ კრივში ეს არის მისთვის პირველი ბრძოლა. ფიზიკურად საკმაოდ კარგად მომზადებული ჩანს, ძლიერი, მაღალი ბიჭია, თუმცა გამოცდილებით გერისოსთან ნამდვილად ვერ მოვა. უნდა ითქვას, რომ არიან ორი ძმები, მეორე მისი ძმაც იბრძვის ამ ივენტზე და როგორც ადგილობრივები ამბობენ, საკმაოდ ძალიან ბევრ გულშემატკივარს ელიან სწორედ აი ამ ორი ძმის საქომაგოდ და მთავარ ბრძოლებში იბრძვიან მოკლედ ეს მოკრივეები. ასე რომ მოგეხსენებათ ევროპაში და გერმანიაში მათ შორის ალბანელები არიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და გულშემატკივრობა მეტოქეს როგორც ვიქრეს არ მოაკლდება, თუმცა ეს ჩვენზე მგონი არანაირად არ მოხდებს საერთოდ, აი ოდნავადაც კი არ გვაინტერესებს არც მაგათი გულშემატკივრები, არ გვაინტერესებს არც ის ბევრნი არიან, ცოტანი არიან, მაღლები არიან, დაბლები არიან, ორი ძმა ერთად არიან თუ რას აპირებენ. ეგეთებიც გვინახავთ, მაგათზე უარესებიც, მოკლედ ჩვენ ვეცდებით ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. მარტივი, რა თქმა უნდა, არ იქნება, მით უმეტეს ძიმე წონაშია ბრძოლა. თუმცა ნახოთ, ყველაფერი გამოჩნდება უკვე საღამოს. განწყობა ნორმალური, კარგი გვაქვს და ეხლა გამოვედით, ცოტა გავისეირნებთ, რო გითხრათ, რომ ქალაქს დავათვალიერებთ ერთი ჰამბურგს. მქონდა სურვილი, მაგრამ გადავწყვიტეთ უფრო მეტად ბრძოლაზე კონცენტრირებული ყავით და კარგად დაგვესვენა ქალაქის ქუჩებში დიდად არ ვისეირნებთ, თუმცა ახლო-მახლო კიდევ უფრო კარგი განწყობის შესაქმნელად, სუფთა ჰაერის შესაკლაპად გამოვისეირნეთ და მოკლედ ველოდებით საღამოს. მოვედით დარბაზში მეგობრებო. დაწყებულია შოუ. საკმაოდ ხანი დაგჭირდა სასწაულიდან სანამ მოვიდოდით დარბაზამდე, როგორც ჩანს ჰამბურგში ძალიან გადატვირთულია მოძრაობა, გზები, ტაქსები არ მიუშავებენ მოკლედ და როგორც იყო ძლივს და გაჭირვებით მოგვიყვანეს დარბაზამდე ჩვენმა მასპინძლებმა. უკვე ნერვიულობ წასვლა როგორ იქნება აქედან ჩვენი, იმიტომ რომ აშკარად პრობლემაა ტრანსპორტი და ორგანიზება აი ამ კუთხით. ამჯერად მოსულები ვართ, დრო გვითხრეს რომ გვაქვს საკმაოდ და ეს არის მთავარი ბრძოლების დარბაზის გვერდით, გუშინ სადაც ვიყავით, აი ის დარბაზი, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ, გავხურდეთ ბრძოლებისთვის. ხალხია შეკროებილი, სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსული მოკრივეები, მებრძოლები და ხალხმრავლობა არის აშკარად, თვითონ დარბაზში ბრძოლები ბევრი ხალხი ესწრება. და ჩვენ კი ახლა ვიწყებთ უკვე მზადებას, გახურებას და დაახლოებით 5-6 ბრძოლაა დარჩენილი ჩვენ ბრძოლამდე, დრო გვაქვს და ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება. Alarm clock screams at 4:30 sharp. No audience watching, just shadows in the dark. While you scroll for likes, I stack the bricks. Callous hands gripping truth, not tricks. Sweat maps the floor, but doubt once stood. Every missed meal turned into fuel for good. No golden ticket, just steel toe ground. Left comfortably and far behind. You think it's fame that calls a name? Watch how real men earn their flame. 1% love, 99 grit, 0 shorts, 'cause all the hours I spend, 10,000 scars. Not a single wig bird, my tape's not given, it's burned in, yeah. It's burned in, yeah. It's burned in, yeah. You feel the pressure, I breathe it in, turn every setback to skin beneath skin. No highlight reel, just receipts of pain. Receipts that whisper you'll rise again. კრივის კომაგებს ალბათ ბევრი სმენიათ უნივერსუმის შესახებ, უნივერსუმ ბოქს პრომოუშენი. სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ვიმყოფებით ახლა.
შეგახსენებთ, რომ Universum Box Promotion-ი იყო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოუჩენელი პრომოუშენი 2000-იან წლებში, 90-იან წლებში. აი ეს ბანერები შეგიძლიათ ნახოთ, პოსტერები. არის ყველა წარსული დიდების კვალი Universum Box Promotion-ის ჩატარებული ბრძოლების. მოგეხსენებათ ამ კომპანიის ყველაზე ესეთი ცნობილი წარმომადგენლები ძმები კლიჩკოები იყვნენ. აი, კლიჩკოს ფოტოს ხედავთ ახლა ჩვენ პოსტერს. მოკლედ, შემდეგ აი ამ საკრეო პრომოუშენ კომპანიას ჰქონდა ხარვეზები, რაღაც პრობლემები და 2009 წლიდან განახლებული ძალებით ცდილობს ეს კომპანია ძველი დიდების დაბრუნებას. სწორედ Universum Box Promotion-ის მიერ ორგანიზებულ შოუში ვიღებთ მონაწილეობას. ეს არის მათი დარბაზი და სავარჯიშო დარბაზი ეს არის და გვერდით არის უკვე უშუალოდ ღონისძიებების დარბაზი. გვერდ. აი ესეთი სიტუაცია არაფერი განსაკუთრებული და თანამედროვე ძველი სტილი არის შენარჩუნებული, თუმცა კრივს ეს ყველაფერი ძალიან უხდება. აი აქეთ მხარეს კი მსოფლიო კრივის ლეგენდების პოსტერებს ხედავთ, რომელიც გამოკრულია აი ამ დარბაზში. საინტერესო ადგილას ვართ ევროპული კრივის ერთ-ერთ გამორჩეულ წერტილში. Alarm clock screams at 4:30 sharp. No audience watching, just shadows in the dark while you scroll for likes. I stack the bricks, callous hands gripping truth, not tricks. Sweat maps the floor where doubt once stood. Every missed meal turned into fuel for good. No golden ticket, just steel-toed grind. Left comfort bleeding far behind. You think it's fame that comes a name? Watch how real men. 1% now 89 zero shorts punch all the hours that spent not a single regret my next durch Knockout მოკლედ მეგობრებო, აი ასე სრულდება ჩვენი მოგზაურობა. უშინდელ ბრძოლას რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო გერისონ ბოლომდე ვერ დაამთავრა ეს ბრძოლა. თუმცა სასიხარულო ის არის, რომ საბოლოო ჯამში არც ისეთი ძალიან საშიში ტრავმა არ აღმოჩნდა, თავიდან უფრო მეტად საშიში გვეგონა, თუმცა ყოველ შემთხვევაში დღეს კარგად ვართ, ნორმალურად ვართ და გადავწყვიტეთ სანამ აეროპორტში წავალთ, გამოვისეინოთ აი აქ ჰამბურგის შვენიერ ქუჩებში, დავათვალიეროთ ცენტრალური ნაწილი, საკმაოდ საინტერესო იყო ყველაფერი, თქვენც ვეცადე მეჩვენებინა თქვენთვისაც ყველა დეტალი. მოგზაურობა საბოლოო ჯამში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შედგა, საინტერესო იყო. მივიღეთ კიდევ ერთი გამოწვევა გერისოსთვის უკვე მარტში და დარწმუნებული ვარ უკვე მარტისთვის გერისო ერთ თვეში დაახლოებით გაცილებით უკეთ მოემზადება და ტრავმაც იმედია ხელს არ შეუშლის და კიდევ უფრო კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. მოკლედ ახლა კი მივემართებით უკვე აეროპორტისკენ. თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing Georgia და Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო. ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მასალები გელით აქ ქართული კრევის შესახებ. Nachwärts. Silbern klingt und springt die Heuer. Heute spiel ich das feine Us. Heute da ist mir nichts zu teuer. Morgen geht ja die Reise los. Langsam bummel ich ganz alleine die Reeperbahn nach der Freiheit rauf. Treff ich eine blonde, recht feine, die gabel ich mir auf. Komm doch, liebe Kleine, sei die meine, sag nicht nein. Du sollst bis morgen früh um 9 meine kleine Liebste sein. Ist es dir recht, na dann bleib ich dir treu sogar bis um
halb eins, ob du ein Mädel hast oder ob keins, amüsierst du dich, denn das findet sich auf der Reeperbahn nachts um halb eins. Wer noch niemals in lauschiger Nacht einen Reeperbahn-Bummel gemacht, ist ein armer Wicht, denn der kennt dich nicht. Ein St. Pauli bei Nacht. Kehr ich heim im nächsten Jahre, braun gebräunt wie so ein Hottentott. Hast du deine blonden Haare, schwarz gefärbt, vielleicht auch rot. Grüßt dich dann mal ein fremder Junge und du gehst vorüber und kennst ihn nicht. Kommt dir vielleicht die Erinnerung wieder, wenn leise zu dir spricht? Komm doch, liebe Kleine, sei die meine, sag mich schnell. Du sollst bis morgen früh um 9 meine kleine Liebste sein. Ist es dir recht, na dann bleib ich dir